ადამიანს აპატიმრებენ თავისუფალი სიტყვის გამო, თავისი შეხედულების გამო ამ ხელისუფლებიდან და მეც ვადასტურებ არ მომწონს ეს ხელისუფლება და არ მინდა კოლაბორაციონისტული ხელისუფლება და არ მინდა კორუმპირებული ხელისუფლება ჩვენ ქვეყანაში. ბატონი გოგი, მე აგერ თქვი კიდევ, ჩემი მასწავლებელიც კი თაობები ყავს გაზრდილი და ათასობით ბავშვი ყავს გადარჩენილი. და როგორც ამ კაცს მართლა ხელის გუზე უნდა ატარებდა, ეს კაცი ნებისმიერ სახელმწიფოში იქნებოდა საპატიო მოქალაქე, საპატიო ადამიანი. პირველად გეტყვით თვითონ გიორგი ჩახნაშვილის შესახებ. ჩვენ ვართ სტუდენტობიდან მეგობრები, პირველი კურსიდან, უკვე ეს 50 წელზე მეტია. ამ ხნის განმავლობაში მისგან ერთი ზედმეტი სიტყვა, ერთი უხერხული სიტუაცია არ შექმნია, ყოველთვის შრომელი, სწავლაზე მოწადინებული, დამთავრებისთანავე სამეცნიერო საქმიანობაში ჩართული, ორი დისერტაცია დაიცვა, ბევრი მრავალი ახალი შეზინა ქართულ მედიცინას, კარდიოლოგიის დარგში, სახელმძღვანელოები გამოუშვა, რომელიც არ არსებობდა აქამდე და არაჩვეულებრივი პატრიოტი. მისი პატრიოტიზმი გამოიხატება ქვეყნის სიყვარულში, მის მისწრაფებაში ევროინტეგრაციისაკენ, ყველა ქართველის უკეთესი და კეთილდღეობაში ცხოვრებისათვის ბრძოლაში და არავითარი მის ქმედებაში რაიმე კანონ გადახვევა ცხოვრებაში არ ყოფილა და არც იმ დღეს არ ყოფილა ის როგორც ექიმი იდგა იქ და ეხმარებოდა ვისაც უჭირდა.